ხარ გაგაზრდოთ ძალიან მეყვარხარ და ამ სიყვარულში გავზიარდეთ. უფრო გავხდეთ მორჩილი, უფრო გავხდეთ კეთილ განწყობილი ერთმანეთსადმი. Twirti ურთიერთობას ვიტვირთოთ, შევუწყოთ ხელი ერთმანეთს, უფრო მეტი სიყვარული კეთილ განწყობა გამოვამჟღავნოთ, ხო? ამაში ერთმანეთს ძალიან ვიწყობს ხელს ლოცვები, ხშირი ზიარება, ლოცვა მარხვაში განსაკუთრებით. თქმა უნდა, ეხლა რელიგიურ გზაზე შემდგარი ადამიანი და ეზიაროს, ქრისტიანულ გზაზე დამდგარი ადამიანი და ეზიაროს აღსარებად გვასხა დრო და დრო. რა თქმა უნდა, ეს გზა არ არის ადვილი ხა. უამრავი ყველას მირადი გამოცდილება გვაქვს. უამრავი ადამიანები, ვისაც უჭირს სულიერად ხორციელად, ვინ არის დახინებული დღეს ამ მოსაჯერო საქართველოს, ვინ არის დახინებული და მოსაჯერო სივრცეზე საერთოდ. ყველას თავის გაჯერება. იმიტომ რომ ძიმე პერიოდები გავიარეთ, ხო აღარ მოყვები ახლა რომ იცით ჩემს და რაც შეეხება ამ გზაზე, სადაც ქრისტიანი დღეს უსისხლო მოწამეობას გადის და ამ კრიზისებით, არასტაბილურობით, სიმძიმით, ძიმე პრესით, ძიმე ერთი დამძიმებული ხალხი ისევ ჩვენი ცოდვები გამრუდებული, არა სპერთო ყველაფერი კარგად შეგვიძლია, ჩვენი ცოდვები არის გამრუდებული, ზოგადად კოლექტიური ეს რაღაცა ცოდვების მასა აწევს ამ სივრცეს. ეს ადვილი მოსანანიებელი არ არის, ხო რაც გავიარეთ, ხო ეს ერთთაყამისმცემლობა, ეს დროშებით სირბილი, პრიმიტიული ანიმიზმი, წითელი ანიმიზმი, ერთმანეთის წითელი ინკვიზიცია და ასე შემდეგ, რაც გავიარეთ, ეს ყველაფერი ეს დესპოტური, ტირანული მმართველობები, ეს ყველაფერი ეს ადვილი მოსანანიებელი არ, პირველი მეორე ცნება, ხო? პირველი მეორე ცნება, შეიძლება ხა სხვა ცოდვების ძიმია და ეხლა მოსანანიებლად ძიმია და ძნელია და მონანიებადია, მაგრამ პირველი მეორე ცნება პირველად იწყება, ხო? კეფთოყამისმცემლობა, კერპის მოგება, ადამიანი არ ამოიღო, ერთი მელცეცი დაყვანო, მამაზე და სულიშვილს არ მოიღო კერპი და ესენი არ გვიეს და სისტემატურად დემაგოგიურად თვით დარწმუნებული, დემონურ თვით დარწმუნებაში იყვნენ და რაც სცენდელ თაყვანს აღარ ვიცი, აღარ ითქნება ტაძარში. ამას ეს ერთი თაობა და ორი და სამი თაობა და 10 და 20 და 50 და 100 წელი ეყოფა ამის ამ ხანქარის გაჩერებას, ნულთან გატოლებას, ამის სიჩქარის და მე საწინააღმდეგოდ სულას. ამას დრო უნდა და გონიათ რომ ეს უცებ აგერ ეხა მოეუცებ მე წითელი დროშები შეცვალეთ ხატები და ყველაფერი კარგი არ არის ესე. ამას დრო უნდა ძალიან დიდი დრო, დიდი ცოდვები ესე. შეურაცხყოფა ყოვლად სრულყოფილი ზეცისა. ამას ადვილად გასანეიტრალებელი არ არის. ამიტომ ამას უნდა რა ვიცი რამდენი წელი დრო და ჟამი ჩვენს უცნობია. ამიტომ ამ რელიგიურ გზაზე მით უმეტეს დღეს ჩვენი შემდგარი ეს ხალხი საშიშად დადის. როგორც პავლე მოციქული ამ გზას დაშაში საშიშად დადიხარდა, იმიტომ რომ ძალიან ძიმი საფრთხეებია, განსაკუთრებით უხილავი ბრძოლები მოსული ამ ხალხზე. ის რაც ადრე დაკეტილი იყო, ახლა გამოშლიგინდა და გამოთავისუფლდა ეს ბოროტი ძალები, კიდევ მეტად გამოთავისუფლდა, კიდევ მეტი უფლებები და მეტი სულიერი და ესე ვთქვათ, მათი დრო და მათი ნება არის თითქოს, რასაც უნდა ისე ჩადიან და ისე დადიან, ისე აკეთებენ. რაც შეეხება სულიერ საფრთხეებს, ვინც ამ გზაზე დაიწყო სიარული, გაჩერება ჯოჯოხეთში, როცა მიდიხარო, ჯოჯოხეთურ მოსარჯოთა სივრცეში, როცა მიდიხარ, ამ ჯოჯოხეთურ რეალობაში, რომლის კოპირება და ქსეროასი უნდა გააკეთოს, უნდათ გააკეთოს დედამიწაზე, ვერ გააკეთეს ვერაფერ, ვერც ფაშისტებმა, ვერც კომუნისტებმა, ვერც ვერავინ ვერ გააკეთეს, ვერ არ ხერხდება, დედამიწა არის, არ ჯოჯოხეთი არ წამოდგა. ტრამპლინია, გამოსასწრელი ადგილი და ასე შემდეგ. ამის ქსეროასლი, ზუსტი კოპირება უნდა და არ გამოდის, იმიტომ ქრისტეს ვერაფერს ვერ უშვებთ. ამიტომ ჯოჯოხეთშიო ანდაზა არის. როცა მიდიხარო, ან ჯოჯოხეთის მსგავს რეალობაში არ შეჩერდე, არ შეყომდეო, არ გაჩერდეო, რა უნდა გაჩერებო. შეყომდი, დაეხმარე თუ რაღაც გაიარე და სწრაფად გადიი. გაიარე სწრაფად შენ მიზანს მიყევი სწრაფად. აქ ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა თანაგანსტით ერთმანეთის პირთივდი იტვირთეთ. ძალიან ხილად ვიყოთ, ძალიან საშიშად დავდივართ ამ ძიმე სივრცესა და დროში. ამიტომ განაგრძოს სვლა, ქრისტიანული სვლა ვის დაიწყო, გაჩერება არ შეიძლება, უნდა განაგრძოს სვლა. განაგრძოს წინ უნდა იაროს. იმიტომ რომ თუ გაჩერდა, მაშინ დაიღუპება. თუ ამ გზაში ვთქვათ, ეჭვის შეპარვა, შეშლილობა, გაორება, შიზოფრენია, გამრავლება, ფსიქიური შეპყრობილებები და ასე შემდეგ, ფსიქიური დისკომფორტი, ფსიქიური დაავადებები. იმიტომ რომ ეჭვის შეტანა ქრისტიანულ დოქტრინაში, მართლმადიდებლური საძმოს დოქტრინაში ეს არის შეშლილობის წინაპირობა. გაჩერება, დაცემა, უკან დახევა კი
სკოლში გადავარდნა ამ გზაზე, ამიტომ გისურვებთ რომ გიაროთ წმენით იაროთ ხმეთ და იაროთ ქრისტესაგან. ჩვენი ჯვარი ვიტვირთოთ, ჩვენი ჯვარი ვატაროთ. ჯვარდუხელობა ერთმანეთს უნდა შეერწყოს ჩვენი ჯვარი და გული და ჯვარი უფალიანი და გახსოვთ ხო ყოველთვის თუ მიუშვი ქაოსი თავისას გააკეთებს ხო გახსოვთ აი გავიარეთ თუ თერმოდინამიკის კანონი თუ გავიდეთ ენტროპიის კანონი ენტროპია ყოველთვის მაქსიმუმისკენ მიისწრაფებს ენტროპია ესეთ თვისებაა ყოველთვის მაქსიმუმისკენ მიისწრაფებს ნებისმიერ სისტემაში ეს თერმოდინამიკის კანონი გახსოვთ ამ სკოლაში ამ რესისტი ეს ამიტომ ის ყოველთვის ქაოსისკენ წავა. თუ არ მოაწეს იგი შენი სულიერი ძალები, ის ყოველთვის ქაოსისკენ წავა. ყოველთვის. ის მაქსიმალურად ქაოსური იქნება. და ეს გვაროვან უსახური. ამიტომ მოწესრიგება უნდა ჩვენ ცხოვრებას. უფალში მარადიულობას ასად არ ეჩქარება უფალს. მარადიულობაში არ არის დროითი განაწევრება. მარადიულობაში დრო არ არსებობს უბრალოდ. ეს ჩვენა ვართ და მოცემული გვაქვს გარკვეული დრო, რომელიც უნდა ღვთის საიდუმლო ცულის სასწავლებლად გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, როგორც აუშვი უამრავი ხაფანგია. ხილული თუ უხილავი ხაფანგი, დაწყებული მენტალური ხაფანგებიდან, დაწყებული დამთავრებული ემოციონალური თუ ხორციელი თუ ხილული თუ როგორც თუ უხილავი ფსიქოლოგიური ხაფანგებია, რომელიც უამრავი ინფორმაციული ოკეანეში ვარ. უზარმაზარი გავლენებია, მუშაობს ათასნაირი ლოჟები, მუშაობს ათასნაირი საზოგადოებები, სექტები, გავლენები, უამრავი სისტემები, რომლებიც ისე მოქმედებენ ადამიანებზე, რომ მათი ფსიქიკა ვეღარ უძლებს. მასობრივი манипуляციის საშუალებები მოქმედებს, მუშაობს და სპეციალისტები მუშაობენ და არ დილეტანტები იქაც თავის ნიჟერი ხალხი ხავს სპეციალურად. მუშაობენ ამაზე ესე კი არა. თუ ზღაპრები გონია. ამიტომ რეალობის ეს დღევანდელი ონტოლოგიური რუქა, მე ვიტყოდი, ძალიან რთულია, ძალიან ჩახვეულია, ძალიან ფაქიზია და ძალიან ისე ვთქვათ, მრავალი ქვედა ნაკადებია, წყალქვეშა ნაკადებია. ზედაპირზე გონია არაფერია, წყალქვეშა ნაკადებია, ესეთი რომ წაგლეკავს, ჩაგითხრებს და წაგითხრებს. ამიტომ სიფრთხილეა, ვიმეორე, ქრისტეს არ უნდა მოწყდეს ადამიანი, ჩაეჭიდოს უნდა მას. ვეგეტატიური, ბიოლოგიური მარტო არსებობა არ არის საკმარისი. გადავლახე ტრივიალური პრობლემები, ვარჩინე თავი, ვირჩინე რაღაცა ჭამევსვი, გადასახადები, გადავიხადები, ჯარიმები თუ რაღაცა მახშობელა რაღაცა ტვირთები მოვიშორე და ამ ხაფანგისგან გამთავისუფლდი როგორღაც და ეხლა შემიძლია ვიყო და ფული თუ მაქვს დრო ვატარო და ასე ვერაფერსაც ვერ გააკეთე. შენი მისია თუ არ შეასრულე, როგორც ღვთის ხატად შექმნილი არსებისა, მარტო ეს ბიოლოგიური, ვეგეტატიური რაღაცა სცენარის დონის არსებობა, ცხოველური არსებობა, ვერაფერს ვერ შეასრულებ, შენი მიზნის რელევანტური ვერ იქნება, რისთვისაც ღმერთმა შექმნა შენ. დაგელექება ესეთი შლაკე, ესეთი სიბინძურე, ესეთი როგორც ეკვრა ბალასტი, ისე დაგამძიმებს, რომ ჩაიძირებს ამას სოფლის ჭაობს, არა და უნდა როგორც ლოტოსი, ნებისმიერ ჭაობს, ნებისმიერ წყალზე ამოტივდებულ ლამაზად და გაიფრთხილოს, როგორც ყვავილები, ხო ლოტოსი რა და სხვა ყვავილები და ხო ჭაობის ყვავილები, ხო ლამაზია სოჭუეს, ჭაობის ყვავილები, ლამაზი თელსო. კი არა ჭაობი, მაგრამ თავისი მას თქვით მინი ეკოსისტემა უნიკალური. ხო იქაც თავისი ფლორა და ფაუნა, თავისი პატარა ის არის სამყარო, იქაც თავისი ფსიქოლოგია ის, იმას თავის დანიშნულება აქვს იმასაც, ეხლა ეს სხვა თემაა. ჩვენი სულის ეკოლოგია როგორ არის? აი ამას უნდა ვიმხედოთ. ჩვენი თავით უნდა გამოვასწოროთ. იმდენი რამე გველექება, ჩვენი სულის ფსკერზე სიმბოლურად ვთქვა, იმდენი რამე ჭუჭკი ილექება, რომ ის ხატება და მსგავსება საერთოდ აღარ ჩანს უკვე. ხატება აღარ ჩანს. ის თუ არ გადაწმინდე, ის თუ არ გადაფხიკე, აღარ ჩანს უკვე ხატება. და ხატება რო გაქვს, იმიტომ გაქვს, რომ მსგავსებას მიაღწიო, ხო? ამისათვის არის ეს. ბოროტება ყოველთვის თავისას გააკეთებს. შენ თუ არ დაუპირისპირდი სიკეთით, ის ყოველთვის თავისას გააკეთებს. სულ მუდამ. ბოროტებას ონტოლოგიური არსი არ არის, არს აბსოლუტური ბოროტება არ არსებობს. აბსოლუტური საწყისი ბოროტებს. ყოველთვის პარაზიტირებს, ყოველთვის რაღაც სიხეთეს მიღაბად იკეთებს, ყოველთვის ეყრდნობა რაღაცას, ყოველთვის ფარდობითია მისი არსებობა, ყოველთვის მაშინ არსებობს, როცა მას ჩადია, ყოველთვის ფარდობითია ბოროტება, იმიტომ რომ აბსოლუტური საწყისი ბოროტებას არ აქვს, მაშინ დუალიზმი იქნებოდა ქრისტიანობა, ორღმერთიანობა ან რაღაცა მოიქნება ასე, ხო, მონოთეისტები ვართ ჩვენ. ერთი ღმერთი არსებობს, ბოროტება არის პარაზიტირება, გამრუდება, ერთდროს კეთილად შექმნილი ფუნქციის ადამიანის თუნდაც მაშინ. აი მინდა რომ ეს გისურვოთ რომ ამ გზას მიუყვეთ ჭეშმარიტი
სწავლება მოცემული გვაქვს, ვეცადოთ რომ ამ სარწმუნოების ბადეში, სარწმუნოების სივრცეში ვიყოთ, არ ვეცადოთ რომ უგუნური თევზი აკვარიუმიდან ფიქრობს ამოხტომას და სადმე ოკეანეში გადავფრინდებიო და უკეთეს ცხოვრებას ნახაო იქო. ბევრს ეგეთი ილუზია იქნება და ამოხდება ხოლმე ეგ კატა შეჭამს მერე. ამ გაგებით კატა იმ გაგებით რომ სტაცებელი სულიერი შეჭამს. ამიტომ სადაც ღმერთმა გაგაჩინა, იქ იყავი და იქ ესე სიკეთე აზრით, სიტყვით და საქმით. და ნუ შეიქმნი ილუზიებს. ნუ შეიქმნი ილუზიებს, იმიტომ რომ შენი სულიერი სიმართლე, შენი სულიერი ხატება, რომელიც მოგცა ღმერთმა, აქ ამ დროსა და სივრცეში უნდა გადააქციოს მსგავსება ღვთისა. და ყველა მაქსიმალური და მინიმალური პირობა მოგცა. იკითხეს სახარება ილოცე და უცებად უფალი 9 მაგ და 12 მაგ თუ 40 მაგ წყალობას და გალობას და დალოცვას და ასე შემდეგ გარდამოგივლებს და გაგაგებინებს და გაგიხსნის გულს, გონებას, სულ სამშობლოს სხეულს განგიწმინდავს. შეუძლია ყველაფერი. ეს ჩვენ ვართ უსუსურებთ, ღმერთს ყველაფერი შეუძლია. აბა ევე დღე უცბად მას აუცილებლად მოგცემს ყველაფერს. ჩვენი შვილების ჩვენ არ გვენანება სობილებს და უფალს თავისი კნილებისთვის ენანება რამე? იც ვინც ჩვენ შექმნა, როგორც სახარებაში წერია, ხო? ამას რომ თამამად ევედრეთ, ილოცეთ, ბევრი ითხოვეთ, რომ ცოტა მაინც მიიღოთ და მეტი დაჯერება, მეტი გულისხმიერება, მეტი სიყვარულში გაძლიერება სასწაულობაში და წვენაში ქონოდეთ ყველას. მე ძალიან მიყვარხარ და ამ სიხარულში ერთმანეთთან ახლო ვიყოთ, გავძლიერდეთ, დავეხმაროთ, შევეციოთ და გზახსნილი ისედაც კიდევ უფრო ტკბილი და დიდი გახდება. რასაც გულსო ყველას ამინ.